გეგმა ასეთი იყო. 2022-ში რუსული აღლუმი კიევში ხრეშატიკზე, თუმცა 4 წლის თავზე საკუთარ დედაქალაქში ხალხის შეკრების ეშინიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ომი საკუთარ ეზოში აქვს. უკვდავი პოლკი რუსეთისთვის იდეოლოგიური ხერხემალი იყო. ახლა კი ეს ხერხემალი ზუმის კონფერენციად იქცა. რატომ ონლაინ? იმიტომ რომ რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უკრაინული დრონების ისე ეშინია, როგორც ვამპირს ნივრის. წარმოიდგინეთ მარშზე გამოსული ხალხი, რომელიც სასში ყურებით კისერს იტეხს. აი ეს არის დღევანდელი დერჟავის რეალური სახე. ისტორიამ იცის პარადოქსები, მაგრამ ეს უკვე პიკია. ქვეყანა, რომელიც ნატოს გაფართოებას ებრძოდა, საკუთარ თავში ისე ჩაიკეტა, რომ სადღესასწაულო მარშიც კი ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა. ბარემ სიმბოლური იქნება. ონლაინ მარშის მერე პუტინმა და შოიგომ Counter Strike-ში დედას 2-ის მაპი ითამაშონ. იქ მაინც მოიგებენ რომელიმე ტურს.